12 ქვეყანა და 2 ქართველი აზიის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსზე. საქართველოს ყაზახეთში რუსთავიორის მეგაპროექტ X Factor-ის გამარჯვებული ავთო აბესლამიძე წარმოადგენს. ქართველ მონაწილეს გამარჯვების დიდი შანსი აქვს. მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერი კი ჟიურის ქართველი წევრი მომღერალი დავით კენჭიაშვილია, თუმცა მას საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის უფლება არ აქვს. აზიის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსში უძველესი სავაჭრო გზისა და მისი მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. აბრეშუმის გზის ვარსკვლავს 22 ნოემბერს გამოავლენენ. დათო კენჭიაშვილმა საქართველოს სახელი კიდევ უფრო შორს წაიღო. საქართველოდან კილომეტრების დაშორებით ყაზახეთში. იქ სადაც საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი აბრეშუმის გზის ვარსკვლავი ტარდება. საქართველოში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი მსმენელების წინაშე ერთი კომპოზიციით წარსდგა. მოგესალმებით. მე რაც შემიძლია გითხრათ, პირველ ტურთან შედარებით ბევრად ენერგიული იყო, ძალიან კარგია. მაგრამ ასტანაში დათო კენჭიაშვილი გაცილებით დიდი მისიით ჩავიდა. ეგრეთ წოდებულ აზიურ ევროვიზიაზე ის ჟიურის წევრად მიიწვიეს და დიდი პატივითაც დახვდნენ. ცოტა მოულოდნელიც იყო ჩემთვის, როდესაც ყველა მონაწილე და ჟიური მოგვიწვიეს ამ პროექტში. აღმოჩნდა, რომ ჩემს მიერ შესრულებულ სიმღერებს ყაზახეთის რადიოში უსმენენ და საკმაოდ პოპულარულია. ეს ჩემთვის კიდევ ერთხელ მოულოდნელი იყო, სასიამოვნო იყო, რა თქმა უნდა, და ცოტა გაოგნებულიც დავრჩი. ვეკიდები უდიდესი ყურადღებით, უდიდესი პასუხისმგებლობით და ვფიქრობ, ეს ჩემთვის და ჩემი შემოქმედებისთვის და ჩემი გზისათვის იდეალური ასაფრენებელია. ამიტომ მე ბედნიერი ვარ ამით. ძალიან სასიამოვნოა. როდესაც უცხო ქვეყანაში უსმენენ შენს ნამღერს, ასე ვთქვათ, და აფასებენ. სწორედ ასეთი პოპულარობა გახდა იმის მიზეზი, რომ უცხო ქვეყანაში ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში დათო კენჭიაშვილი ჟიურის წევრად მიიწვიეს. საერთაშორისო კონკურსში 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მონაწილეობს. თუმცა პროექტის წესების მიხედვით ქართველ მომღერალს ქართველი მონაწილისთვის ქულის დაწერის უფლება არ აქვს. საქართველოს სახელით კონკურსში ავთო აბესლამიძე მონაწილეობს. ის რუსთავიორის მეგაპროექტ X Factor-ის გამარჯვებულიც არის. რომ არა დათო მგონია რომ ის სულისკვეთება და ის სტიმული ვერ მექნებოდა, იმიტომ რომ პროცესში ცოტა სცენაზე ვდგავარ, მე ცოტა ჟიური მაფასებს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არა აქვს ამის უფლება რომ შემაფასოს, ჟესტებით თუ იმის ჩვენებით რომ დროშას მაჩვენებს ქართულს შემოძახილების ზურგიდან რომ ის მიდი აქ ვართ და ჩვენ ერთად ვართ, ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ იცით სილქოისტარი არის პროექტი, კონკურსი, რომელიც აერთიანებს აბრეშუმის გზის ქვეყნებს. აქ მოიცავს როგორც ეკონომიკური მდგომარეობის, კულტურული ღირებულებების გაცვლას ამ ქვეყნებში და სხვა გზა არაფერი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დათო მისი კუთხით და მე ჩემი კუთხით, ჩემი ხმით ვცდილობ, რომ საქართველოს ეს ზუსტად ეს მემკვიდრეობა გავაცნო სოფლიოს. მომღერალი ამბობს, რომ იმ პროექტის ჟიურის წევრობასადაც აბრეშუმის გზის ქვეყნები მონაწილეობენ, დიდი გამარჯვებაა. საქართველოს მორიგი აღიარება და დაფასება. საერთაშორისო კონკურსი ამ უძველესი სავაჭრო გზის გასწვრივ თანამშრომლობისა და მეგობრობის გამტკიცების საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ამას ნიშნავს, როდესაც ასეთ გრანდიოზულ პროექტში იღებ მონაწილეობას, უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც მთავარია. და უდიდეს ნებისყოფას. ამიტომ ძალიან მაგარი შეგრძნება, როდესაც იაზრებ ამ ხელა პროექტში, როდესაც აბრეშუმის გზის ქვეყნების მონაწილეების ჩართულობით ამ ხელა პროექტი იმართება. თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ რას ნიშნავს, როდესაც მხოლოდ ჩინეთი იღებს მონაწილეობას, რამხელა აუდიტორია. ამიტომ ვფიქრობ, რომ უდიდესი
პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და რა თქმა უნდა, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ვიღებ ამ პროექტში მონაწილეობას. ლეგენდამ საქართველოდან ისე როგორც მომღერალს ყაზახეთში მოიხსენიებენ, ამ სცენაზე მხოლოდ ერთი სიმღერა იორო შეასრულა. აღმოჩნდა, რომ დათო კენჭიაშვილის სიმღერები ყაზახეთშიც ისეთივე პოპულარულია, როგორც საქართველოში. აბრეშუმის გზის ვარსკვლავის გამოსავლენად ჟიურის 12 წევრს შორის ქართველი მომღერალი ერთ-ერთია. ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად მოწონთ ადამიანებს, ეს არის ჩემი მეგობრის, ჩემი უსაყვარლესი ადამიანის, ჩემი თეო ქუმსიაშვილის სიმღერას, რომელსაც ქვია იორო და რომელი ვიბრაციებიც არასოდეს არავის არ ტოვებს გულგრილს. ჩემი საკუთარი, ჩემი საქართველოს დამსახურება ის, რომ მე დღეს აი აქ, აი ამ შოუში ვარ და ვაფასებ სოფლიო დონის შემსრულებლებს, რომლებიც უნდა გახდნენ მომავალი ვარსკვლავები. და ეს მე ვფიქრობ სასიხარულოა. არის კრიტიკული შემფასებელი, მაგრამ სამართლიანი. ყველა კონკურსანტი ცდილობს თავი მოაწონოს. ჯერ უმაღლესი ქულა არავისთვის დაუწერია. პროექტის პროდიუსერები ყვებიან, რომ დათო კენჭიაშვილის შეფასება ერთგვარი ბარომეტრია იცოდნენ, რომელი კონკურსანტია ძლიერი და რომელი სუსტი. აეროპორტშივე იცნეს, როგორც კი ყაზახეთში ჩავიდა. პროექტის მიხედვით ერთი ქვეყნიდან ჟიური უნდა იცვლებოდეს, მაგრამ დათო კენჭიაშვილისთვის დაუშვეს გამონაკლისი და მთელი პროექტის განმავლობაში იქნება. აბრეშუმის გზის ვარსკვლავი 22 ნოემბერს გამოვლინდება. ჩემი ქვეყნისთვის არის უდიდესი სახელის მომტანი და მე ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი წევრი ვარ, რომელიც ყოველთვის ცდილობს თავის ქვეყნის სახელი ძალიან შორს წაიღოს. რა თქმა უნდა, რესურსი სადამდეც გვეყოფა ჩვენ ადამიანებს, ბუნებრივია. ეს ჩემთვის ამავდროს უდიდესი პატივია. საერთაშორისო მუსიკალური პროექტი ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას ემსახურება. მასში ისეთი ქვეყნები მონაწილეობენ, როგორებიცაა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მალაიზია, თურქმენეთი. მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული დათო კენჭიაშვილის მიმართ მათ ყველა ქმედებაში ჩანს. მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება, დათო კენჭიაშვილი საქართველოში დაბრუნდება. მაყურებელს კი ახალ კომპოზიცია შესთავაზებს. მინდა უდიდესი სიხარულითა და სიამაყით ვთქვა, რომ ვმუშაობთ ბატონი ზურამჟავიას სიმღერით აფხაზეთზე. უდიდესი ტკივილით ვმუშაობთ ამ სიმღერაზე. ამიტომ მინდა რომ სიხარულით შევხვდეთ იქ, სადაც ყველას ერთად გვინდა რომ ნახოთ. მე არ ვიცი, სამწუხაროდ არ ყოფილი ვარ აფხაზეთში, თუმცა ჩემი მშობლებისაგან და ჩემი მშობლების მეგობრებისაგან ძალიან ბევრი მომისმენია და მე მინდა ეს შევიგრძნო, რასაც გრძნობდნენ ისინი ზუსტად ერთ დროს, როდესაც ყველა ბედნიერი იყო იქ. ქართულ მომღერალს ჯერა რომ ოცნება მალე აუსრულდება და ეს სიმღერა მოწმე აფხაზებთან დამაკავშირებელი ხიდი გახდება.